მინდოდა მეთქვა იმ გავრცელებული და რეალობასთან შეუსაბამო ინფორმაციის შესახებ, რომელიც მართალი გითხრათ არ ვიცი საიდან არის წამოსული და უბრალოდ ზედმეტი მღელვარების საფუძველს ქმნის, რომ დღეიდან სასწრაფო დახმარების მანქანები იმოქმედებენ განსხვავებული პროტოკოლით. Გარწმუნებთ, რომ ამ მხრივ დღეიდან არავითარი ცვლილება არ არის მოაზრებული, მომსახურება გაგრძელდება ისე, როგორც იყო, ხოლო პრიორიტეტები, რომელსაც ჩვენ ამბობთ წლის განმავლობაში, წლის ბოლომდე დაენერგება ეტაპობრივად და ეს იქნება ინსტრუმენტი იმისათვის, რომ გაკონტროლდეს სასწრაფო დახმარების მომსახურების ხარისხი და არა პირიქით ბარიერი შეუქმნას მოსახლეობას. პრიორიტეტები გამოძახების დროს გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არის რამოდენიმე გამოძახება და უფრო ნაკლები ბრიგადა და ასეთ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ დისპეჩერმა პირველად გააგზავნოს მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევაზე, ვიდრე მაღალ ტემპერატურაზე. სხვა დანარჩენ შემთხვევაში არაფერი არ იცვლება და ეს ინფორმაცია, რომ დღეიდან ახალი პროტოკოლით იწყებს სასწრაფო მუშაობას, გიდასტურებთ, რომ არ შეესაბამება სიმართლეს და რეალობას. სასწრაფო დახმარების 112-ის დისპეჩერები ამას ყოველთვის აკეთებდნენ პრიორიტეტების განსაზღვრას და გამოიყენებდნენ სწორედ იმ შემთხვევაში, როდესაც არ იყო თავისუფალი მანქანა ყველა გამოძახებისათვის და მას უნდა განესაზღვრა, რომ არსებული რესურსი სასწრაფო დახმარების მანქანის პირველ რიგში სად გაეშვა, როდესაც იყო ბრიგადების დეფიციტი. ეს ყოველთვის გამოიყენებოდა და რაიმე სიახლე ამ მხრივ მოსალოდნელი არ არის. სიახლე არის ის, რომ ეს პრიორიტეტები შიდა მენეჯმენტში და ჯანდაცვის სამინისტროში დაჯგუფდება პრიორიტეტების მიხედვით, რომ გავაკეთოთ ანალიზი. მაშინ გავმარტავ ეს რას ნიშნავს. სასწრაფო დახმარების ხარისხის კონტროლის ანალიზის მთავარი ინდიკატორი არის გამოძახებიდან რამდენ ხანში მივიდა შემთხვევის ადგილას და რამდენ ხანში გადაიყვანა საბოლოო მოვლის ადგილას. სხვადასხვა პრიორიტეტის, მაგალითად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ეს არის არაუმეტეს 12 წუთისა. მაშინ, როდესაც მაღალი ტემპერატურის დროს ეს უნდა იყოს არაუმეტეს 40 წუთისა. შესაბამისად, თუ გათანაბრებული იქნებოდა ყველა პრიორიტეტი, მენეჯმენტს არ ქონდა სრული ინსტრუმენტი, რომ ხარისხის კონტროლის გასაღებები, ინდიკატორები გამოიყვანა. ანუ აი ამას ვთვლით და არა იმას, რომ პაციენტისთვის რაღაცა შეიცვლება. პაციენტს შეეკითხებიან იმას, რასაც აქამდე ეკითხებოდნენ. ამიტომ მე მართლა არ ვიცი, საიდან არის ეს განგაშის და საფრთხის შეგრძნება. ეს არაფერს არ ცვლის პაციენტებისთვის უკეთესობის გარდა და ჩვენ გვაძლევს ინსტრუმენტებს, რომ ნახოთ, სად არის სუსტი წერტილები სასწრაფო დახმარების სამსახურში და ვიზრუნოთ მის გამოსწორებაზე. ახალი რეგულაციები გარკვეულად უკვე ამოქმედებული არის მაგალითისათვის, თუ რაიონების შემთხვევაში იყო და თბილისის შემთხვევაშიც უფრო რაიონებში ეს იყო ადმინისტრაციული დაქვემდებარება, რაც ნიშნავდა, რომ ერთი რაიონის სასწრაფოს თუნდაც იქ თავისუფალი მანქანა ყოლოდათ არ შეეძლო გასულიყო გამოძახებაზე, სხვა რაიონში ძირითადად ეს ეხებოდა ავტომაგისტრალებზე ავტოსაგზაო შემთხვევებს, რამოდენიმე თვე არის 1 იანვრიდან ეს შეზღუდვა უკვე მოხსნილი არის, ანუ მიწდომადობა არის ოპერატიული და გაზრდილი და ასევე ახალი რეგულაციები არის შემოღებული ქალაქებს შორის გადაყვანაზე, ეგრეთ წოდებულ რეფერალურ გადაყვანაზე, როდესაც ადრე იყო, რომ ეს არ კონტროლდებოდა სამინისტროს მიერ და თითოეული კერძო კომპანია ხშირად თავისი ინტერესებისადმი განკარგავდა და დაუშვათ ბათუმში ჩადიოდა თბილისიდან რეანიმობილი. ეხლა ესეც მოხსნილია, ამას აკონტროლებს უკვე ჯანდაცვის სამინისტრო და აქაც გეოგრაფიულ და საათობრივ მიწდომადობაზე არის, ანუ ვინც უფრო ახლოს არის, ისმევა გამოძახებაზე. დანარჩენი ეს პრიორიტეტები ეტაპობრივად შევა წლის ბოლომდე და მე ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე, იმიტომ რომ წლის ბოლოსთვის განახლდება მთლიანად ავტოპარკი საქართველოს მასშტაბით. ამ არსებულ ავტოპარკზე არანაირი აზრი არ აქვს რაიმე მნიშვნელოვან რეფორმას, უბრალოდ გამომართავია მანქანები და მე ვფიქრობ, რომ მომავალი წლის დასაწყისიდან ბევრად შეუდარებლად უფრო ხარისხიანი სასწრაფო დახმარება გვექნება ქვეყანაში.